მოქალაქეები რჩებიან რუსთაველის გამზრზე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 საათის განმავლობაში დემონსტრანტთა რაოდენობამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და პრინციპში მთლიანად რუსთაველის გამზრზე მომატებულია. მიუხედავად საკმაოდ ცივი ამინდისა, უკვე მესამე დღეა თბილისში ჰაერის ტემპერატურა 0-ს ქვემოთ არის, თუმცა მოქალაქეები ამას მაინც არ უშინდებიან და გამოდიან და გამოხატავენ გულწრფელ პროტესტს, პროევროპულ პროტესტს უკვე მე-19 დღეა. რუსთაველის გამზრი სრულად არის გადაკეტილი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამ სანამ არ შესრულდება მათი სამი მთავარი მოთხოვნა და ასევე არ დასანქცირდებიან საერთაშორისო პარტნიორების მიერ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. აქ შეკრებილი მოქალაქეები ჩვენთან საუბარში ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ნათელი მომავლისა, მათი თქმით, და ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ეკონომიკური მდგრადობისა არის ქვეყნის ევროინტეგრაცია და ევროკავშირში შეუფერხებელი სვლა. მრავალი საუკუნის მანძილზე მივდივართ ჩვენ ევროპისკენ, ხო და დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ გვართმევენ აი ამ უფლებას. ევროკავშირი ჩვენ იმიტომ გვინდა რომ ჩვენი იდენტობა დავიცვათ. პირიქით ეს აი ძალიან ბევრი აი ეს რუსული პროპაგანდა ამ მარაზმს, ამ სიგიჟეს, ამ სრულ სიგიჟეს ამბობს რომ აი ევროპა წაგვართმევს ჩვენ იდენტობას. პირიქით რუსეთი გვართმევს ჩვენ იდენტობას. ჩვენ ევროპა გვინარჩუნებს იდენტობას. არც ევროკავშირის წევრი არც ერთ ქვეყანას არ აქვს საკუთარი იდენტობა დაკარგული. საკუთარი იდენტობას საკარგინებს რუსეთ, აგერ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები როა საკუთარი ენები აქვთ იმ ხალხებს და საერთოდ ის ენები სკოლიდანაც კი ამოღებული უკვე. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ აქ, იმიტომ ვართ გამოსულები და დაუღალავად იღებენ კანონებს და მაინც მიდიან წინ, ჩვენ ესე არ უნდა დავიღალოთ და ჩვენც ანალოგიურად უნდა ვიდგეთ და უნდა მოვითხოვოთ ის, რასაც ვითხოვდით აქამდე. პირველ რიგში გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც ესე დაიჭირეს სრულიად უკანონოდ და რა თქმა უნდა ახალი არჩევნები. ხო, ნაძვის ხე კი, აინთო, მაგრამ ნუ ხო, იმედია რომ სხვა რამეს ვიზეიმებთ მალე. პროტესტი დღითი დღე უფრო და უფრო მწვავდება. დღეს მაგალითად დამატებული იმ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება, შეურაცხყოფილი ვარ მე ახალი პრეზიდენტით, რომელსაც არ ვაღიარებ, რომ ჩვენი პრეზიდენტია და მათ შორის აქ მდგარი უამრავი ადამიანი. სამარცხვი სირცხვილია. სხვათა შორის ძალიან სიმბოლურია დღეს ძველი დიპლომი წამოვიღეთ თეატრალურიდან და რაში მჭირდება მეთქი. ხო, ანუ რას ვეუბნებით ჩვენ შვილებს, რომ შეგიძლია დიპლომი არ ისწავლო და პრეზიდენტი გახდე. და კიდევ უამრავი რამ და პირველ რიგში სამართლიანი არჩევნები, ხელახალი არჩევნები და თავისუფლება უკანონოდ დაჭერილ ახალგაზრდებს და არა რეჟიმს რა, უკვე ეს ყველაფერი რეჟიმს და თანამედროვე დონის განათლება. ჩვენ ყველანაირ განათლების ხარისხს, დიპლომებს უკვე საფრთხე ექნებათ. არ იქნება ნორმალური კვლევები. თუ კვლევები არ დადასტურდა ცივილიზებული სამყაროს მიერ, არანაირი ფასი არ ექნება. ეხლა რუსეთშიც კეთდება კვლევები, მაგრამ აქ რამე ფასი არანაირი. ჩვენ გვინდა ნორმალური განათლება, დემოკრატია, სამართლიანობა და არჩევნები, ხელახალი არჩევნები, უნდა გადადგეს ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი, რომელიც გაყალბებით მოვიდა და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო და პირველ რიგში უნდა გამოვიდნენ, უნდა გამოუშვან, ვინც დაჭერილები არიან. უსამართლოდ დაჭერილები არალეგიტიმური სახელმწიფოს მიერ, თვითგამოცხადებული სახელმწიფოს მიერ. როგორც მოისმინეთ, მოქალაქეები საუბრობენ პროტესტის მნიშვნელობაზე, ხაზს უსვამენ პროტესტის მნიშვნელობაზე და ასევე საუბრობენ იმ სტარახმებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს ევროკავშირთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან თბილისსა თუ ქვეყნის სხვა ქალაქში, გამოხატავდნენ ამ პროტესტს ფაქტებით და დაუპირისპირდნენ სტარახმებს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული არგუმენტებით და ერთიანობით და ერთად დგომით.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველების მობილიზება არ შეინიშნება. ხევთ ოპერატორის კადრში გაჩვენოთ კონკრეტულად ჭიჭინაძის ქუჩა, რომლის მოპირდაპირე მხარესაც ჩვენ ვიმყოფებით. აქ არის განთავსებული მხოლოდ ერთი ეგრეთ წოდებული დაკავების მანქანა, სხვა მხრივ არც წინა ტერიტორიაზე პარლამენტის შენობისა და არც პარლამენტის გვერდითა ფლანგებზე სამართალდამცველების მობილიზება არ შეინიშნება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს. რამდენიმე საათის წინ მქონდა, დაახლოებით 1 საათის წინ მქონდა უბრალოდ გარკვეული ინციდენტს ადგილი, როდესაც უცნობმა პირებმა სავარაუდოდ არაფრიზელ მდგომარეობაში შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ დემონსტრანტს და საპატრულო პოლიციამ ეს ვითარება მოგვიანებით განმუხტა, თუმცა ამას მოყვა პროტესტი თავად აქ შეკრებილთა მხრიდან. რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი შეკრების წერტილი არის ცენტრალური ნაძვის ხე, რომელიც განთავსებული არის პარლამენტის შენობის წინა მხარეს. იქ მოქალაქეები მიდიან და დამცავ ჯებირზე სხვადასხვა საპროტესტო ბანერს თუ წარწერას ტოვებენ, ასევე ფოტოსურათებს იმ პირთა, რომლებიც დაშავდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალების მიერ მათი დაშლის მიმდინარეობისას. არც ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი სამართალდამცველები, მხოლოდ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი არის იქ მისული და თუმცა არ უშლის საპროტესტო ბანერების დატოვებაში ხელს იქ შეკრებილ დემონსტრანტებს. ასევე გრძელდება ეგრეთ წოდებული ლაზერ შოუ პარლამენტის შენობის ფასადზე, რომელიც უკვე ფაქტობრივად პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, უკვე მე-19 დღეა. რაც შეეხება სხვა მხრივ, არც პიროტექნიკის გამოყენების ფაქტი ყოფილა ყოველ შემთხვევაში დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც ცნობილია, ეს ფაქტები არის შემცირებული, სავარაუდოდ იმ საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაჩქარებული წესით, პიროტექნიკის გამოყენება შეგახსენებთ ახალი ინიციატივით 2000 ლარით დააჯარიმებს მოქალაქეს გამოყენების შემთხვევაში, თუმცა ეს კანონი ჯერჯერობით ძალაში არ შესულა. რუსთაველის გამზირზე კი ახლაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ ფანრების ანთებით გამოხატონ საკუთარი პროტესტი და ისინი მიიჩნევენ, რომ ერთიანი პროტესტი ქვეყნის და ქალაქის სხვადასხვა წერტილში უნდა გაგრძელდეს. საპროტესტო აქციას დღეს სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები აქცია მსვლელობით შემოერთდნენ, მათ შორის იყვნენ ლიტერატურის, მეცნიერების და ასევე კინო სფეროს წარმომადგენლები.